მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო ხუნჯილია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს YouTube არხზე. 3 წელია ვიმყოფები ლას-ვეგასში და იმის გარდა რომ აქ ბრძოლები ხდება და MMA სამყარო არის, ძალიან ბევრი სხვა საინტერესო რაღაცაც ხდება, რისი გაზიარებას გადავწყვიტე და დღეს ვიმყოფები ამერიკის ერთ-ერთ ძალიან პოპულარულ რესტორნების ქსელში, In-N-Out საბურგერეში, რომელიც UFC მებრძოლების ერთ-ერთი საყვარელი საბურგერეც არის. In-N-Out-ის რესტორანი ამერიკაში ამზადებს ერთ-ერთ ძალიან იაფიან ბურგერებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხარისხი დაბალი არის. ბრაიან ორტეგას, მასვიდალის, დონალდ კოუბოი სერონეს საყვარელი ადგილები, რომლებიც ამაზე ოფიციალურად საუბრობდნენ და გაუჟღერებიათ სხვადასხვა ინტერვიუებში, მაგრამ არაოფიციალურად ძალიან ბევრი UFC-ის მებრძოლი სტუმრობს ამ ადგილს, იმიტომ რომ წონის ჩაბარების შემდეგ ერთგვარი ადაწესი გახდა UFC-ის მებრძოლების და MMA-ის მებრძოლების, რომ კალიფორნიის და ნევადა შტატის სავიზიტო საბურგერეს ეწვიონ და ეს ყველაფერი აღნიშნონ. ეხლა კი მე თქვენთან ერთად შევალ დრაივზე ამერიკულად, შევუკვეთავ მათ სპეშალ მენიუს, ესე ვთქვათ, სხვადასხვა საინტერესო რაღაცებს და თქვენთან ერთად დავაგემოვნებ, აღმოვაჩინოთ რატომ არის ეს MMA მებრძოლების საყვარელი ადგილი. მე პირადად ამ ადგილს ძალიან ხშირად არ ვსტუმრობ, ამაზე უკვე მოგვიანებით მოგიყვებით. ერთი თხოვნა მექნება, ცოტა ქარია, არ ვიცი როგორ გამოვიყურები, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება. ჩემი ახლის გამოწერა, წინ კიდევ ძალიან ბევრი მსგავსი საინტერესო ვიდეო მინდა გადავიღო, ასე რომ თქვენი ლაიქი ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ანუ ერთგვარი мотиваცია არის და პუშინგი, რომ გავაგრძელო და სხვა ვიდეოებიც გადავიღო. ძალიან დიდი რიგია, როგორც In-N-Out-ს ჩვევია, როგორც წესი და რიგი. ეს რესტორანი ზოგადად ცნობილი გახდა რამდენიმე ძალიან მარტივი მიზეზის გამო. Hey, so can I get one regular cheeseburger? I want to get one animal style. Animal style what? Cheeseburger? No, so I want to get one just regular cheeseburger. Okay. With onion or no? With onions, yeah. Okay. So second one, I want to get animal style hamburger. And one also I want to get protein style. Which one? Let's do cheeseburger. Cheeseburger protein. Would you like onion? Yes, please. Okay. And I would also love animal style fries Okay. and strawberry milkshake. Right on. Eating in the car? Yeah. All right. 2075 at that first window. You're gonna be right behind that white car. Okay. Okay, nice. Right on. Thank you. Thank you. ჩვენი მენიუც შეკვეთილია. 3 ძალიან მარტივი მიზეზის გამო არის ცნობილი ეს რესტორანი. პირველი არის ის, რომ არა აქვთ ძალიან დიდი მენიუ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისად ხარისხის კონტროლზე უფრო მეტი დრო რჩებათ. სულ რამოდენიმე ბურგერი აქვთ, ანუ ერთი ჩვეულებრივი ჰამბურგერი, ჩიზბურგერი და დაბლ-დაბლი, ორმაგი, მაგრამ ამას სხვადასხვანაირად ამზადებენ. მე ახლა 3 სხვადასხვა სტილი შევუკვეთე და 3-ვეს გაჩვენებ. მეორე მიზეზი, რის გამოც ეს ადგილი ესეთი ძალიან ცნობილი გახდა, არის ის, რომ არ არის მარტო ესე რაღაც საბურგერე ან რესტორანი ან სტრაფიკების ობიექტი, ეს არის კალიფორნიის კულტურა. ანუ რეალურად თვითონ ეს რესტორანი, ფერები, ვაიბები და ასე შემდეგ ძალიან ჩდება და უხდება კალიფორნიას და ნევადას, აქაურ არემარეს და რაღაცნაირად ესე კულტურა ჩამოყალიბდა და მესამე რაც თავარია არის ძალიან იაფი, როგორც ვთქვი, რაც იმ გემოსთან შედარებით, რასაც ვიღებთ, საკმაოდ ნორმალური ფასია, ესე ვიტყოდი რა. Just to make sure we had 2 cheeseburgers with onion, one of them protein, a hamburger animal style, one animal fry and a strawberry shake. Yes. $20 და 75 ცენტი. Opa. Hello. Strawberry. Any ketchup? Thank you. So I would love to get your special sauce. Okay. How many? Maybe 2 or 3. How many? 2 or 3. Wow. Thank you. Right here, and then those are the burgers with some pork. Thank you so much. Have a good day. Bye. წავიდა. ჯერ მინდა რომ განახოთ ეს ბურგერები, აი ესე გამოიყურება. ეს არის protein style, ანუ პურის მაგივრად. ეს სალათის ფურცლები აქვს და თვითონ შიგნით შემადგენლობა იგივეა ყველაფერი. ჩიზბურგერი და ეს არის მასტარდი, ანუ დოგში მომზადებული შემწვარი. წყობი მომდის ისემშია, იმიტომ რომ სპეციალურად არ ვჭამე, კარგად მომშივებოდა.
Oh, you touch my tra-la-la. My ოკეი, პროტეინ სტაილი მე დიდად არ მომეწონა. შემდეგი არის დოგში შემწვარი და ცოტა ცხარე. ხარო ზედმეტად ქარიანი ამინდის გამო იმედი მაქვს ხმას კარგად ჩავიწერდი მაინც და ტანსაცმლის გამოსვლას მომიწია. ბოლო რაც მინდა დავაგემოვნო, ესე იგი პროტეინ სტაილი იყო სალათის ფურცლებით. ის წინა გამოვიდა ჩვეულებრივი და ეს არის animal სტაილი წესიდარიგით. გავუკეთოთ In-N-Out-ის ცნობილი კეჩუპი. სადაც ესე არ ვიყვებები მეგობრებო. მოემზადე სპეციალურად. საკმაოდ გემრიელია, მინდა ვთქვა. აქაურ McDonald's-ის და სხვა fast food-ებს, სწრაფყვებებს და ყველანაირ ბურგერებს, რა თქმა უნდა, ჯობს. соуსი ძალიან უხდება. ჩემი ფავორიტი ეს არის, იმიტომ რომ შედარებით ცხარე არის. დოგში ამზადებენ ხორცს და ყველაფერს და დესერტად კარტოფილი მელოდება და milkshake. აი ესეთი კარტოფილი ფრი გვაქვს. ზოგადად ცოტა გაცივდა და გაშრა соуსები, მაგრამ ხახვი აქვს დამატებული ყველი, თავისი соуსი. საკმაოდ სუყეა, გემრიელია. არ ვიტყოდი რომ გემრიელი არ არის. სახში შემწვარი კარტოფილის გემო აქვს. აი ბებოები რო წავენ ჩვენი ბებოები ხახთან ერთად, ეგეთი გემო აქვს. დაახლოებით. გემრიელია, უნდა ვთქვა, ვერ დაუკარგავ. მარწვის milkshake კონკრეტულად, რომელიც ძალიან გემრიელია და ყველაზე მეტად მომწონს. In-N-Out-ს რამოდენიმეჯერ ვესტუმრეთ მე და რომანი, რომელი ბრძოლების შემდეგ არ დავასახელებ. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს, საუკეთესო წელი ყოფილიყოს, გამარჯვებების წელი ყოფილიყოს, რაც თავარი არის და ახალი შემართებით, мотивაციით, ახალი მიზნებით და ბრძოლისთვის და გამოწვევებისთვის მზადვართ. აბა დროებით მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება, ჩემი ახის გამოწერა, მე კი დროებით გემშვიდობებით.